ამერიკა ასევე მხარს უჭერს ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის დერეფანს, რომელიც შესაძლოა საქართველოზე გამავალი მარშრუტის კონკურენტი აღმოჩნდეს. ამიტომ ესეც უნდა განვიხილოთ. 2023 წლის აგვისტოში დონალდ ტრამპის შუამავლობით მხარეები დაზავდნენ და ზანგეზურის განვითარების უფლება შეერთებულ შტატებს გადასცეს, თუმცა ამ ეტაპზე გეგმის დეტალები უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ ამ გზას დაერქმევა ტრამპის გეგმა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ეს კი საქართველოსათვის ნიშნავს ახალი კონკურენტის გამოჩენას. ეს კიდევ ერთი სახმელეთო გზა იქნება კასპიის ზღვიდან თურქეთამდე და თუ აზერბაიჯანი შეძლებს მატარებლების პასპორტ კონტროლის გარეშე გატარებას სომხეთის სამხრეთით, ნახიჩევანის მიმართულებით, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს ტვირთების ტრანსპორტირებას. გადამზიდმა კომპანიებმა კი შესაძლოა საქართველოს ნაცვლად სატრანზიტოდ სწორედ სომხეთზე გავლა ამჯობინონ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტვირთებზე მოთხოვნა უფრო მაღალია ვიდრე ამჟამინდელი შუა დერეფნის გამტარიანობა, ზანგეზურის დერეფანმა შესაძლოა უფრო გაზარდოს დერეფნის ეფექტურობა და დროთა განმავლობაში საქართველომ მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებით გაუწიოს ზანგეზურს კონკურენცია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთს არ აქვს შავ ზღვაზე გასასვლელი და კომპანიები, რომლებიც საზღვაო გადაზიდვებს ამჯობინებენ, ისევ საქართველოზე გადაამისამართებენ ტვირთებს. ეს კი კიდევ ერთი მიზეზია, რატომაა ანაკლიის პორტის დროულად აშენება მნიშვნელოვანი. თუმცა ჯერ ამ მიმართულებით პროგრესი არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ტენდერში ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა უკვე გაიმარჯვა.